აბუდაბიში ჩარჩენილი კალაძე სავარაუდოდ უკვე საქართველოშია, ის ქვეყანაში თურქეთის გავლით ჩამოფრინდა. კალაძემ წუხელ თავად გაავრცელა ვიდეო სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც მადლობა გადაუხადა კობახიძეს, რომ აბუდაბიში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები დაორგანიზდა. გაერთიანებული საამიროები აირზენას ბიზნეს ჯეტით ერთი დღით ადრე დატოვა ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ. კალაძე აბუდაბიში დაბადების დღის აღსანიშნად იმყოფებოდა. ჭუბი არასრულწლოვან გოგონებს შორის მარჯანიშვილის მეტროს წინ სკოლის მოსწავლეების დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარს ეუბნებიან, რომ მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის გარეუბანში ირანის საიდუმლო ბირთვული ობიექტი გაანადგურეს. ამ ობიექტზე მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა იმ კომპონენტების შექმნაზე, რომლებიც აუცილებელია ბირთვული ბომბის დასამზადებლად. ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს. ირან ინტერნეიშნალი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ექსპერტთა საბჭოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა აიძულა. ინფორმაცია ალი ხამენეის დასაფლავების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება. ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, იქნება ლიკვიდაციის ცალსახას სამიზნე, აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.